მნიშვნელოვან თემაზე უნდა ვისაუბროთ. 28 ივლისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჰეპატიტის მსოფლიო დღეს აღნიშნავს მთავარი მიზანი ვირუსული ჰეპატიტისა და ამ ვირუსებით გამოწვეული დაავადებების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, რა სახის აქციები გაიმართება საქართველოში და როგორია დაინფიცირებულთა სტატისტიკა ამ დროისათვის. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ეკა ქავთარაძე არის ჩვენი სტუმარი. მშვიდობის გაბატონო ეკა. მსოფლიო ჯანდაცვისთვის ძალიან დიდ ტვირთს, ასე ვთქვათ, და დიდ პრობლემაზე ჰეპატიტზე უნდა ვისაუბროთ. ზოგადად რომ გითხრათ, როგორ ხვდებით 28 ივლისს, ვიცით რომ უფასო, ასე ვთქვათ, ანალიზები ჩატარდება საქართველოში და რა მდგომარეობაა მიმართულებით ზოგადად. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. სწორად აღნიშნეთ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია 28 ივლისს აღნიშნავს ჰეპატიტების მსოფლიო დღეს. საქართველო უერთდება ამ დღის აღნიშვნას. ყველასთვის ცნობილია, რომ ჰეპატიტი არის ჯანმრთელობის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი უახლოესი წლების განმავლობაში და გამომდინარე იქიდან, რომ პროგრამის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა მაქსიმალურად დროულად მოხდეს გამოვლენა ყველა იმ პირის, ვინც არის ჰეპატიტით ინფიცირებული. 27 ივლისიდან 2 კვირის განმავლობაში, 10 სამუშაო დღის განმავლობაში საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდება უფასო სკრინინგის აქციები ჰეპატიტზე. ეს აქცია, როგორც აღვნიშნე, მთავარი ამოცანა აქციის არის, რომ გამოავლინოს ინფიცირებული. შესაძლოა არ გამოვლინდეს პირველ ეტაპზე. შესაძლოა ადამიანმა, პაციენტმა არ იცოდეს იმის შესახებ, რომ არის ინფიცირებული და გადადებითი. ფიქრობთ თუ არა, რომ მოსახლეობა მოვა ანალიზის გასაკეთებლად? ბევრი ალბათ არც იფიქრებს, რომ სწორედ მას აქვს ეს დაავადება. და რა სახის პოპულარიზაცია უკეთდება ამ აქციაზე? კი ბატონო, თუ ვიმსჯელებთ აქციაში ჩართულობაზე, რომელიც 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიწყვილ ღონისძიებათა ფარგლებში ჩატარდა, იყო უპრეცედენტო. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ესეთი აქტივობა მიუხედავად იმისა, რომ ყველა სამინისტრო თავის მხრივ ცდილობდა, რომ მოსახლეობისთვის გარკვეული აქტივობები შეეთავაზებინა, არ ყოფილა ესეთი რიგი არც ერთ კარავთან, რაც იდგა ჯანდაცვის სამინისტროსთან. იმდენი ხალხი და მსურველი მოვიდა, რომ უბრალოდ ერთი დღის განმავლობაში ამდენი გატარება ლაბორატორიას, ესე სახელდახელოდ მოწყობილს არ შეეძლო და ჩვენ გავახანგძლივეთ ამ აქციის დღე და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში დავიბარეთ ყველა ის ადამიანი, ვინც 26 მაისს ვერ მოასწრო რომელ რეგიონებზეა გათვლილი? ეს არის საქართველოს ყველა რეგიონზე. ერთადერთი, რაზეც ვთქვათ, ძალიან დიდი მადლობა ამ საშუალებისთვის, რომ დღესაც მაქვს მივმართო ჩვენს მოსახლეობას, თუმცა ყველა რეგიონში მე პირადად გუშინ ჩამოვედი რეგიონებში ვიყავი და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან ჭიდროდ თანამშრომლობთ, რომ ყველამ გაიგოს, რაც შეიძლება მეტი საინფორმაციო არხით იმის შესახებ, რომ ეს 2 კვირა გამოიყენონ იმისთვის, რომ მოვიდნენ თვითონ მოიყენონ. აქ სოციალურ პრობლემამდე მივდივართ მაშინ, რომ ადამიანები, რომლებიც როდესაც უფასოდ კეთდება ანალიზები, რომელიც ახსენე 26 მაისიდან მოყოლებული, თქვათ, იმ დღეებში და ეხლა იქნება კიდევ 10 დღე, ანუ ადამიანები ჩართულები არიან და უნდათ გაიგონ, თქვათ, ანუ პრევენციის მექანიზმები კიდევ რა აქვს ჯანდაცვის სამინისტროს, იმიტომ რომ რეალურად უნდა იყოს მუდმივი პრევენცია, ხომ? წელსაც, თქვათ, ჰეპატიტთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს არის დევიზი იმოქმედი ახლავე აიცილე ჰეპატიტი. ეს აუცილებელია ვიცოდეთ გვაქვს თუ არა, რომ ვიმოქმედოთ და ავიცილოთ. ანუ ადამიანები უნდა გაიკეთონ მუდმივ რეჟიმში ტესტირება, ხომ? და უნდა იყოს ეს ამაში რა ფორმით არის ჩართული კიდევ ჯანდაცვის სამინისტრო, იმიტომ რომ 1 დღე ან 2 დღე წელიწადში საკმაოდ ნამდვილად არ არის. გეთანხმებით, ეს აქცია, როგორც დასაწყისშივე აღვნიშნე, არის ამ ჰეპატიტების მსოფლიო დღისადმი მიწყვნილი, თუმცა ჰეპატიტის პროგრამა და არა მხოლოდ პროგრამა, არამედ სტრატეგია ზოგადად თუ რა გზით უნდა იაროს ქვეყანამ მიმდინარე რეჟიმშიც სრულ მუშავდება და უკვე დასრულების ფაზაშია გადასული, შემიძლია ვთქვა, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ გამოვლენის გაზრდას მოსახლეობის, არამედ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრევენციულ ფაქტორს, რომ როგორ უნდა მოხდეს ახალი შემთხვევების შემცირება. ეს არის დაავადება, რომელსაც ფაქტურად არ აქვს ანუ არ გაწუხებს რეალურად პერიოდამდე არ გაწუხებს. რაღაც თუ შეგაწუხა შემაშფოთებელი უკვე. იცით რა, ეს რთული სათქმელია, ერთ მნიშვნელოვნად არის თუ არა შემაშფოთებელი, თუმცა ვირუსი, როდესაც ინფიცირებულია ორგანიზმი, რა თქმა უნდა, ის მკურნალობა საჭიროებს და ეს არ არის ისეთი დაავადება, რომელსაც შეგვიძლია დაველოდოთ თვითგანკურნებას. არის რა თქმა უნდა თვითგანკურნების ძალიან იშვიათი შემთხვევები, თუმცა ეს არის დაავადება, რომელიც აუცილებლად საჭიროებს ანტივირუსული მკურნალობას. ქალბატონო ეკა, ჩვენ ვიცით ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა ხორცი
ხორციელდება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემოტანილი არის სოფოსბოვირი პრეპარატი, რომელსაც იღებენ უკვე პროგრამაში ჩართული ადამიანები. Რამდენად წარმატებით ხორციელდება ეს პროგრამა? მიმდინარეობის შესახებ რომ გითხრათ. კი ბატონო, დღეისათვის ჩართულია უკვე 2000 ადამიანი პროგრამაში, რომელიც უკვე იღებს მედიკამენტს, რაც შეეხება დარეგისტრირებულს 7000-ზე მეტია უკვე სამედიცინო დაწესებულებებში დარეგისტრირებული და ყოველდღიურად, როდესაც ვიგებ ხოლმე სტატისტიკას, ყოველ დღეში ორჯერ იცვლება სტატისტიკა, იმიტომ რომ ძალიან დიდია ინტერესი მოსახლეობის რომ ჩაერთონ ამ პროგრამაში. როგორც არაერთგზის აღუნიშნავს თქვა ჩვენი სამინისტროს ხელმძღვანელობას და თითოეულ ჩვენგანს პროგრამა მიუხედავად იმისა, რომ პირველ ეტაპზე 5000 პაციენტზე ითვალისწინებდა მკურნალობას, ეს არ არის პროგრამის დასრულების ეტაპი. პირიქით, ეს არის პროგრამის დაწყების ეტაპი, რადგან ჯანდაცვის სამინისტროს აქვს დეკლარირებული C-ჰეპატიტის ელიმინაცია ქვეყანაში, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა პაციენტს ექნება სრული ხელმისაწვდომობა მედიკამენტზე. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ საკმაოდ ძვირადღირებულია ზოგადად მკურნალობა C-ჰეპატიტის, თუმცა მაგალითად გამოვლენის ხარჯები, ანუ მეგულისხმობ ანალიზების ხარჯები არც ისე დიდია და ადრეულ ეტაპზე გამოვლენა მით უმეტეს ამცირებს რეალურად ხარჯებს, ასე რომ ადამიანებმა წესით უნდა კი ბატონო, აქვე იმასაც ვიტყვი, რომ სტატისტიკას რომ გითხრათ, რამდენი დაავადებული. კი ბატონო, ჯერ დაფინანსების საკითხს შევეხები, თვითონ ცენტრალური ბიუჯეტიდან საქართველოს მთავრობა ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც განეკუთვნება სიღარიბის ხარჯქვემოთ მოქალაქეთა რიცხვს 70000 ქულაზე ნაკლები აქვს, უფინანსებს 70%-ს, ყველა სხვა დანარჩენ მოქალაქეს უფინანსებს 30%-ს, თუმცა ქალაქ თბილისის მერია და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ყველა უმწეოს ურსებს სრულად და 100% მათთვის არის ხელმისაწვდომი და ასევე ქუთაისის მერთან მქონდა შეხვედრა გუშინ წინ და მათაც ეს პროგრამა უკვე დაამტკიცეს ბოლო საკრებულოს სხდომაზე, რაც შეეხება არაუმწეო მოქალაქეებს თბილისსა და აჭარაში ხდება მათი 60%-ით დამატებით შევსება, ანუ სულ 10% ექნებათ თანაგადახდის წილი და ეს დამერწმუნეთ, რომ არაფერი ნუ ეხა ეს რთული სათქმელია, რა თქმა უნდა, მაგრამ მიზერია იმასთან შედარებით, რა სარგებელსაც იღებენ ეს ადამიანები პროგრამაში ჩართვის. ეხლა რაც შეეხება სტატისტიკას. ბოლო კვლევა, რომელიც C-ჰეპატიტზე საქართველოში ჩატარდა, დასრულდა, უпростоრად იყო 2002 წელს, ეს იყო მხოლოდ თბილისის მასშტაბით ჩატარებული კვლევა და ელიმინაციის პროგრამის დაწყება წარმოუდგენელი იქნებოდა მიახლოებითი სტატისტიკური მონაცემების არსებობის გარეშე. ზუსტად ესე იგი 17 მაისიდან დაიწყო პოპულაციური კვლევა საქართველოში, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი CDC-სთან ერთად ატარებს და მონაცემები უკვე ხელმისაწვდომი იქნება სექტემბრის ბოლოსთვის, გაანალიზირებულ მონაცემებზეა საუბარი. ჩვენ მოვიცავით როგორც დიდი ქალაქები, ასევე ყველა რეგიონი და ეს რანდომული შერჩევის პრინციპით ჩატარებული კვლევა 7000 მაცხოვრებელი იქნება გამოკვლეული და სექტემბრის ბოლოს შეგვიძლია გითხრათ უკვე განახლებული სტატისტიკური მონაცემებით C-ჰეპატიტის შესახებ. თუმცა პრობლემაა B-ჰეპატიტის. კვლევა, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ, მოიცავს როგორც C-ჰეპატიტს, ასევე B-ჰეპატიტს. ანუ ამ ორ ჰეპატიტის ვირუსზე შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ სექტემბრის ბოლოს გვექნება განახლებული მონაცემი, რომელიც არის პოპულაციური კვლევის და ვისაუბრებთ სათმიანდილოში. კაპიტანი ეკა, რაც ეხება კონკრეტულად 28 ივლისს მინდა დავუბრუნდეთ ჰეპატიტების საერთო მსოფლიო დღეს, გარდა იმ აქციისა, რომელიც თქვენ აღნიშნეთ, კიდევ გაიმართება თუ არა საინფორმაციო აქცია კონკრეტულად გარკვეულ რჩევებს თუ მისცემთ ადამიანებს? ზოგადად ესე ვიცით, როგორ უნდა მოვიქცეთ და ფრთხილად ვიყოთ, რომ ეს დაავადება, ასე ვთქვათ, არ გქონდეს, მაგრამ მაინც ხომ არ იქნება საჭირო, თქვათ, ძალიან ბევრი ფორმა არსებობს და ძალიან ბევრი ადამიანს ერევა. მაგალითად, B-ჰეპატიტის შემთხვევაში C-ჰეპატიტის წამალი არსებობს, B-ჰეპატიტის წამალი არ არსებობს. ანუ ორჯერ B არის C და ასე ძალიან ისეთ შეხედულება. თუმცა ეს ასე არ არის. ხო, რა თქმა უნდა, მოგახსენებთ, რომ ორშაბათიდან, ანუ 27 ივლისიდან დაწყებული ყოველი დღეს არის გარკვეული აქტივობა. უბრალოდ ამ სკრინინგზე ბევრს საუბრობთ, რადგან მოსახლეობასთან გვინდა რომ ყველა არხით მივიტანოთ ინფორმაცია, რომ ჩაერთონ პროგრამაში. რაც შეეხება აქციებს, ეს აქციები არის როგორც კონკრეტულ ფოკუს ჯგუფებთან შეხვედრა და მათთან საუბარი, საკომუნიკაციო კამპანია, ასევე დილა 27 იწყება პრესკონფერენციით, არა მხოლოდ საქართველოს თბილისში, მინდა აღვნიშნო, ასევე ადგილობრივ ტელევიზიებსაც ვთხოვეთ ჩვენ და იქაც ასევე გაშუქდება ეს აქტივობები. 27
27-28 ჩატარდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაწილეობით კონფერენცია, სადაც უკვე მონაწილეობას მიიღებენ დაინტერესებული მხარეები, მათ შორის პაციენტთა თემის წარმომადგენლები. მსგავსი ტიპის კონფერენციები ტარდება ასევე რეგიონებში, ტარდება აჭარაბ ბათუმში, ტარდება ზუგდიდში. ასევე ჩვენი და სამინისტროს პიარ სამსახური ძალიან აქტიურად მუშაობს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სხვადასხვა სატელევიზიო არხებთან, რათა მოხდეს მაქსიმალურად ამ 2 კვირის განმავლობაში გამოყენება ყველა სატელევიზიო ეთერის და შესაძლებლობის, რომ ჩვენ ვისაუბროთ არა მხოლოდ მიმდინარე აქციაზე, არამედ პრევენციაზე და ასევე ჩვენს ვებგვერდზე განახლებული ინფორმაცია ყველა მოქალაქემ შეუძლია ნახოს, სადაც დეტალურად არის საუბარი. დიდი მადლობა ქალბატონ ეკა, ის მოვახსენოთ სოფლიო სტატისტიკა გვაქვს, ვთქვათ, რომ ბ-ჰეპატიტის მაგალითად ქრონიკულად დაინფიცირებული 240 მილიონი ადამიანია და როგორც თავში ვახსენე საკმაოდ ძიმე ტვირთია ეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის და ჯანდაცვის სისტემისთვის, ალბათ კი არა ზოგადად ასია. დიდი მადლობა ეკა ქავთარაძე იყო ჩვენი სტუმარი. მადლობთ. ახლა კი დროა ფრენების განრიგს გადავხედოთ.